სალომე ზურაბიშვილი და ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებზე. ანა ბროლაძე გვერდება ამ თემით ახლა პირდაპირ ეთერში. ანა, მეტი დეტალი გვაინტერესებს აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუ გაკეთდა უკვე კომენტარები? შეხვედრა მიმდინარეობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინიციატივით და აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილმა გადმოინაცვლა ახალ სამუშაო სივრცეში, პირველად ხდება ასეთი ტიპის შეხვედრა მისი ორგანიზებით. ჩვენ მქონდა აქამდე ინფორმაცია, რომ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდებოდა სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ადგილზე მოსულებმა გავარკვიეთ, რომ ამ შეხვედრაში დახურულ კასმეღმა მონაწილეობას მიიღებს ასევე 4 პოლიტიკური სუბიექტი, რომლებმაც გადალახეს საპარლამენტო არჩევნების დროს ბარიერი და ბუნებრივია, რომ ამ დისკუსიის მთავარი საკითხი იქნება ქვეყანაში გავითარებული მოვლენები, ის როგორ შეიძლება რომ კოორდინირებულად იმუშაონ ამ შემთხვევაში პარტიებმა იმისთვის, რომ რაც აქვთ გაცხადებული მიზანი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა, აი ამ პროცესში მათ მოახერხონ კიდევ უფრო მეტად საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების მობილიზება. დღეს შეხვედრის დაწყებამდე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს გავსაუბრებოდით, ისევე როგორც გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელს, რომლებმაც გითხრეს, რომ ბუნებრივია აი ამ ერთობლივი მუშაობის გზებსა და ხედვებზე იქნება საუბარი, იმის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება მათ მიაღწიონ დასახელებულ გაცხადებულ მიზანს, ისე რომ ქვეყანა არ აღმოჩნდეს კიდევ უფრო მეტად საერთაშორისო იზოლაციაში. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ თქვა, რომ რადგან ვერ ხერხდება ევროკავშირის დონეზე ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით ერთსულოვანი გადაწყვეტილების შეჯერება, მათი თხოვნა იქნება ქვეყნების ელჩებთან, რომ უკვე ინდივიდუალურ დონეზე სახელმწიფოებმა ფინანსური სანქციები დაუწესონ ბიზნა ივანიშვილს და მის თანამოაზრეებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, შექმნან მაქსიმალურად დისკომფორტი ამ ადამიანებისთვის, მოაქციონ კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში და ამ პროცესმა უნდა გააადვილოს მათი ხედვით და მათი შეფასებით ქვეყანაში მათი გაცხადებული პოლიტიკური ამოცანის და მოთხოვნის მიღწევა. და კიდევ ერთხელ განმეორდები, ეს არის ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში გავითარებული მოვლენები, მათ შორის პარლამენტში მიმდინარე კანონების განხილვა, რომლის ინიციატორიც არის მმართველი გუნდი, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების გამკაცრების თაობაზე, ამ საკითხებზეც გაამახვილებენ ისინი ყურადღებას, როგორც გითხრეს შეხვედრის დაწყებამდე. აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უშუალოდ შეხვედრამდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეხვედრაზე, ვინც ვნახეთ მედიის წარმომადგენლებმა და ვისი გადაღებაც მოვახერხეთ, ესენი არიან გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიეტუვის, ესტონეთის, რუმინეთის ელჩები. თავად კადრები შეხვედრის ამსახველი მასალის უნდა გაავრცელოს სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, ისევე როგორც ოფიციალური ინფორმაცია, დასაკითხები იქნა განხილული უშუალოდ შეხვედრაზე, თუმცა ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ის კომენტარები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ამ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან გააკეთეს. შეხვედრა ამდენთაც ვიცი, ქალბატონ სალომეს დაორგანიზებულია და მისი მოწვევით ვართ მოსული. მე არ ვიცი კონკრეტულად რა დღეს ეს რიგით არის, ბუნებრივია მიმდინარე მოვლენები იქნება და ამაზე იქნება ჩვენი საუბარი. ახლა პოზიციები ჩვენი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ცნობილია, ახალი ჩვენთვის არაფერი არ არის, ეს არის რაღაც მძიმე რეჟიმის ფორმირების პროცესში ვართ, ან ჩვენ ასე ვთქვათ არ მივცემთ საშუალებას, რომ შედგეს ეს ავტორიტარული რეჟიმი ქვეყანაში, ან მართლა ძალიან მალე შეიძლება ძალიან სწრაფი ტემპები ჩამოყალიბდეს ესეთი ძალიან ძლიერი, მძლავრი, ბრუტალური დიქტატურა. ხედავთ, რომ ყოველდღიურად ივანიშვილის რეჟიმი სულ უფრო მეტ კონსოლიდაციას ახდენს ავტოკრატიული მმართველობის და პრინციპში უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცდილობს მოახდინოს დიქტატურის კონსოლიდაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვისაუბროთ ერთად და ვიმუშაოთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყნის ევროპული მომავალი. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდგომ კიდევ ერთი შეხვედრა არის დაგეგმილი ამჯერად უკვე პარტია ლელოს ოფისში, სადაც გვაქვს ინფორმაცია, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა უნდა გადაინაცვლონ, ისევე როგორც პარტიების სხვა სუბიექტების წარმომადგენლებმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაგალითად გიორგი გახარიას პარტიაში დაგვიდასტურეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, რომ უშუალოდ ლელოში დაგეგმილ შეხვედრას გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლები არ დაესწრებიან, ადგილზე იქნებიან 3 პოლიტიკური სუბიექტის
წევრები, რომლებიც ამ შეხვედრაშიც მონაწილეობენ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულში და ალბათ უკვე ამ ლოკაციის შემდგომ მსჯელობა გაგრძელდება ლელოს ოფისში, როგორი შეიძლება იყოს ოპოზიციის ერთობლივი სამოქმედო გეგმა, როგორი ხედვები აქვთ მათ, როგორი გეგმები აქვთ და ნახოთ თავად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მედიისთვის თუ გააკეთებენ დამატებით განმარტებებს, რაზე შეეხებოდა მსჯელობა უშუალოდ ამ ოფისში და შემდგომ რაზე გაგრძელდა დისკუსია ერთ ოფისში, კიდევ ერთ დამატებით ოფისში, ლელოს ოფისში, სადაც მედიის წარმომადგენლები ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გადავინაცვლებთ. მადლობა ანა ბროლაძე იყო პირდაპირ ეთერში.